ნუ ღელავ პატარავ. აქ შეგვიძლია სიცივისგან დავიმალოთ. როგორც ჩანს, ეს ავტოფარეხი დიდი ხანია მიტოვებულია, ასე რომ ჩვენ აქ უსაფრთხოდ ვართ. გაზეთი. დაწექი სანამ დედა რამეს საჭმელად იპოვის. ჩუმად პატარავ, ახლა დედა გიპოვის რამეს საჭმელად. ძველი, ნახევრად დალეული ყოლა, ზუსტად ის, რაც ბავშვისთვის გვჭირდება. შეება საწოვარას პოვნა. საწოვარა. მოიცა, დედა მალე დაბრუნდება. დედამ საწოვარა იპოვა. ახლა შეგეძლია კოკა-კოლა დალიო. ესეც ასე, ხამე მშვიდობისა დაიძინე. ეს ადგილი ჩვენი ახალი სახლი იქნება. კუდზე მომყვებიან. უნდა გავექცე. ხმის სიჩქარეზე სწრაფად გავდივარ. კაშრება. ჰეი, ბანი, შეწყვეტე სათამაშოების სროლა. ბოდიში, დედა. ჰეი, ბანი. მოლდ, შემოდი. ჰეი, რატომ მოხვედი? ნაგავსაყრელზე ახალი ნაგავი მოიტანეს. გინდა რომ ამოვქეკოთ? იქნებ ახალი სათამაშოები ვიპოვოთ. არა, ესენი საკმარისად მაქვს. აბა დღეს რა ვქნათ? ხამით ისეთი ვირთხა დავიჭირე. წავიდეთ დაჩვენებ. ისევ შენი სადილის მოპარვას ცდილობდა? ეს ჩემი სადილია. მაგარია, წავიდეთ. გაჩერდით. თქვი რომ ნაგავსაყრელზე ახალი ნაგავი მოიტანეს? ნარჩენების მთელი მთა, ისეთი სუნი აქვს. უმაგრესია. ბან, შენ უკვე დასრული გოგო ხარ. დროა სახლის საქმეებში დამეხმარო. ვირთხებს ვისჭერ. ეს ხომ დახმარება? ეს საკმარისი არ არის. შენ უნდა ისწავლო ფულის გამომუშავება. აი პარკი. წადი და შეაგროვე, რაც შეიძლება მეტი ნივთი, რომელთა გაყიდვასაც შეუძლებთ მერე. კარგი დედა, წამოდი მოლდ. დედა, სახლში ვართ. რა სუნია ეს? ჩარშუշული გაგიკეთეთ. სად ხარ? არა, ჩემი ვირთხა დაკარგულია. არა, აქ არის, ჩემს მეაჟი დევს. ვაუ, ხორციანი ჩაშუշული. დიდი ხანია არ მიჭამია. მოდი, მაჩვენე რა მოიტანეთ. კარგი, ბევრი რამ გვაქვს. ზუსტად ისაც ჩაშუშულისთვის ვჭირდება. მოდმა გზაში ერთი ცალი მოწყვიტა. თუ ცოცხალი ვარ, ეს ნიშნავს რომ ყველაფერი კარგადაა. ვაშლი, ვიტამინები. შემიძლია მისი ჭამა? აიღე. ეს ბანის დახმარებისთვისაა. მადლობ, ქალბატონო. ღმერთო ჩემო, რა არის? ეს ალუმინისაა. ძალიან ბევრი პენი ღირს. ხედავ, გითხანი მავარი რაღაცეები იყო. თუ ყველაფერს გავყიდით, შეგვიძლია მთელი პური ვიყიდოთ. ვაუ, რბილი და ობის გარეშე? და ჩემი წილი? ახალი სასხობიდან. მე უკვე ნერწყვი მომდის. დედა, შეხედე კიდევ რა ვიპოვე. რა არის ეს? ეს საკერავი ნაგრებია. ახლა ტანსაცმლის შეკრება შეიმიძლია. რატომ უნდა კერო ტანსაცმელი? ნაგავში უამრავი ტანსაცმელია. მინდა ლედი კეთის მსგავსად მოდის დიზაინერი გავხდე. ვისი? ლედი კეთი. ბანი, კერვა დაივიწყე. ამას არ გააკეთებ. რატო? რა არის ამაში ცუდი? ეს ყველაფერი სისულელეა. გიგრძალავ. მაგრამ დედა, ვერ გავიგე. მე შენი დედა ვარ და მე გადავწყვიტე ეს. ნუ ღელავ ბან, მოდი ტარაკნების რბოლა მოვაწყოთ. ეს არ მინდა. წამოდი, უკვე ახალი ტარაკნები დავიჭირე. გინდა განახო? არ მინდა. ცხვირი რატომ ჩამოწიე? რატომ არ მაძლევს დედა კერვის საშუალებას? ამაში ცუდი რა არის? კარგი, არ ვიცი, იქნებ რაღაცას მალავს. თუ ტანსაცმლის კერვას ვისწავლი, ახალ სახლს ვიყიდი. რატომ? ასეთი საოცარი ავტოფარეხი გაქვს. მე საერთოდ ყუთში ვცხოვრობ. დაგიმართლა, მოლდ, შენ ყველაზე ბედნიერი უსახკარო ხარ ამ ქვეყნად. სწორია, ბევრი არაფერი მჭირდება. ეს რა არის? კრეკერები? კი, ნაგავში ვიპოვე. და არაფერი არ თქვი? მოდი გამიყავი.
არა, ისინი ჩემია. მე ვიპოვე. მე ვთქვი გამიყავით ხო? არა. მომეცი ისინი. კარგი, მე გავფანტე ისინი. იატაკიდანაც შემიძლია რომ ჭამო. ბან, მოლდ, შემაშფოთებელი ამბავი მაქვს. სახლიდან უნდა ჩვენი გასახლება. რა? დარწმუნებული ხარ? დიახ, ეს ჩვენი ავტოფარეხის კარის ქვეშ ვიპოვე. კითხვა არ შემიძლია. მოლდ, დამეხმარე. აქ წერია დატოვეთ აქაურობა. მთელი ცხოვრება აქვს ცხოვრობთ. ეს ჩვენი ავტოფარეხია. ჩვენ მხოლოდ ორი ვარიანტი გვაქვს. პირველი ახალი სახლის პოვნაა. არავითარ შემთხვევაში. მეორე არის ავტოფარეხისთვის ფულის გადახდა. ხუმრობ, მთელი ცხოვრება ამდენ ნაგავს ვერ შევაგროვებთ. ეს ჩვენი სახლია. ჩვენ უნდა დავიცვათ იგი. ბანი მართალია. უნდა ვცადოთ. მოლდ, შეგიძლია დამეხმარო? მე ნაგავს საყრელზე წავა. შენ კი ძვირფას ნივთებს ავტოფარეხში მოძებნი. კარგი. მას რა გვაქვს აქ? ო, აიფონი. ეს მუყაოა, უსარგებლოა. კიდევ რა არის? კიდევ ერთი და ასევე მუყაო. როუტერი. მუყაოსია. რაჯანდება ხდება? დინამიკი, მაგრამ ისიც მუყაოსგანაა. სულ ეს იყო, რაც შევძელი რომ მეპოვა. ეს საკმარისი არ არის. და ეს ნივთები რაც დღეს დილით შევაგროვეთ? მაინც არ არის საკმარისი. შემიძლია ნაგვის ურნებში ჩავიხედო. მოისა, კიდევ ერთი იდეა მაქვს. ოღონდ ის არ თქვა. მუშაობა. ჩვენ ფულს ვიშოვებთ. არავითარ შემთხვევაში, ჩემს ოჯახს არასდროს უმუშავია და არც მე ვიმუშავებ. წარმოიდგინე, შეგეძლება რომ ყველაფერი იყიდო. ყველაფერი? ნაგავს საყრელზე შემიძლია ყველაფერი ვიპოვო. შეგეძლება შეიძინოთ ჩვეულებრივი ტანსაცმელი. ნებისმიერი. ესენი კარგად მერგება. ხო, მოდ, ჩვენ ყოველთვის გეხმარებოდით. კარგი ბან, დაგეხმარები. მადლობა. ჯერ კიდევ უნდა გავიგოთ, როგორ შეგვიძლია ფულის გამომუშავება. ო, მოდი რესტორანი გავხსნათ. კარგი, მე და დედა შესანიშნავი მზარეულები ვართ. და მე მიმტანი ვიქნები. ვა, წერა შეგიძლია? რა თქმა უნდა, ოჯახში ყველაზე ჭკვიანი მე ვარ. სამზარეულო მოამზადე. შეგვიძლია დავიწყოთ. დრო გავხსნათ რესტორანი. მომხმარებლები ჩვენთან ბრბონ მოვლენ. შენ კლიენტებს შეხვდები და მე მზარეული ვიქნები. რესტორანი, მობრძანდით. აბა, ვინმე მომხმარებელი მოდის? მოლდ, გამარჯობა. რა? შენ რა, სამსახურში გძინავს? უბრალოდ ერთი წამით ჩავფიქრდი. შენ კლიენტებს უნდა დახვდე. ვიცი, მაგრამ არავინ მოსულა. ისინი მოვლენ, მე ვგრძნობ. ცუდი იდეა იყო. შუადღებს შვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს რესტორანში. სასიამოვნო ინტერიერი გაქვთ. მობრძანდით, დაბრძანდით. რა შეუკვეთავთ? კარგი, შეგიძლიათ რომ მენიუ მაჩვენოთ? ო, მართალია. მოდი აქ. იცი ვინ არის? ჩვენი პირველი კლიენტი. არა, ის ქალაქის ყველაზე მაგარ ნაგავსაყრელში ცხოვრობს. ამიტომ აქვს მას მაგარი ტანსაცმელი. გასაგებია ახლა. ბობედნები ტანსაცმელს ყრიან. ჯიბეებში კი ფული დევს ხოლმე. ასე რომ ჩვენ აუცილებლად ვიშოვით ფულს მისგან. მიმტანო. იჩქარე, არჩევანი გავაკეთე. დიახ. კარგი, მინდა საფირმო კერძის შეკვეთა. ერთი საფირმო კერძი, გასაგებია. მან შეუკვეთა. რა შეუკვეთა მან? საფირმო კერძი. გასაგებია, მუშაობას ვიწყებ. რას წერთ აქ? მე ბლოგერი ვარ. ვაკეთებ ჩვენს ქალაქში არსებული რესტორნებისა და მაღაზიების მიმოხილვებს. ბლოგერი? პირველად მესმის ეს. თუ სადილი მომეწონება, ქალაქში ყველა უსახკაროს ვეტყვი ამის შესახებ. აბსოლუტურად ყველას. ანუ ეს ასე მუშაობს. კარგი, მალე იქნება მზად. ახლავე მზარეულს ვკითხავ. კიდევ რამდენი ხანი დაგჭირდება? შეგიძლია მიიტანო კლიენტთან. ვაუ, საინტერესოდ გამოიყურება. რა ქვია ამ კერძს?
ქათმის ტერიაკის სხვადასხვა ბოსტნეულით. ქათმის ტერიაკის სხვადასხვა ბოსტნეულით. ძალიან საინტერესოა. კარგი, ვცადოთ. ძალიან გებრიელია. თქვენი შეფსარეულები გენიოსები არიან. დედა ჩემო ვეცადეთ. აი თქვენი ფული. კარგი, აუცილებლად დავწერ თქვენზე ჩემს გაზეთში. ვაუ, კარგი, ჩვენ დიდრები ვართ. აქ მთელი $5. ეს მაინც არ არის საკმარისი. მეტი გვჭირდება. ეს მხოლოდ პირველი კლიენტია, მალე მეტი იქნება. არ იქნება. რატომ? რადგან მეტი პროდუქტი აღარ გვაქვს. ბოლო ნარჩენები გამოვიყენე. რა სამწუხაროა, რესტორნის დახურვა მოგვიწევს. არა უშავს. ფულის შოვნის ახალ გზას მოვიფიქრებ. როგორ ვიშოვოთ ფული? მისმინე, მან ნამდვილად დაწერა ჩვენი რესტორნის შესახებ. ახლა ყველა მისის მის შესახებ. ასე რომ, მალე ბევრი უსაყარო ადამიანი იქნება. სამწუხაროა, რომ რესტორანი დაკეტილია, განაწყენდებიან. საჭმელი არ არის, მაგრამ შეგვიძლია შევთავაზოთ ესენი. ამდენი ტანსაცმელია, შეგვიძლია მთელი მაღაზია გავხსნათ. ზოგიერთი ესნივთი დიდი თანხა ღირს. საიდან მოიტანა ისინი? მე ისინი 10 წელიწადი შევაგროვე. თუ მათ გავყიდით, ბევრის გამომუშავება შეგვეძლება. კარგი, მოდი საკუთარი ტანსაცმლის მაღაზია გავხსნათ. ტანსაცმელი ისე სწრაფად არ გათავდება, როგორც საკვები. შუადღემშვიდობისა, უკაცრავად. აქ რესტორანი არ იყო? არა, აღარ. ახლა აქ ტანსაცმლის მაღაზიაა. ძალიან საინტერესოა. მე მიყვარს მოდის ბუტიკები. დიახ, თქვენ ტანსაცმელს ეს შევატყე. დიახ, ხედავ, გემოვნება გააქვთ. ეს ბალენსიაგას სვიტერია. გაგიმართლა, რომ ქალაქის საუკეთესო ნაგავსაყრელზე ცხოვრობ. კარგი, ნახოთ რა გვაქვს აქ. გონია რომ რამეს იყიდის? არც კი ვიცი, ეს მდიდარი ხალხი ისეთი კაპრიზიანია. რა საინტერესო ნიბუშია. გონი ამას ავიღებ, ამას ვიღებ. შესანიშნავია, ფული ჩვენს ჯიბესშია. აი, ამას ვიყიდი. ჭირდებათ პარკი? კი, რა თქმა უნდა. მიყვარს ბრენდირებულ მაღაზიებში პარკების შეგროვება. ეს $5 იქნება. ასე ცოტა? აი, $10. ეს ჩაისთვისაა. ჩვენ დიდრები ვარ? ახლა შეგვიძლია სახისთვის გადახდა? ეს მაინც არ არის საკმარისი. ტანსაცმელი უნდა გავყიდოთ. მაშინ ახალ მომხმარებლებს უნდა დაველოდოთ. გაჩერდი, ხელები მაღლა. კარგი. უკანონო ვაჭრობა. თქვენ დაკავებულები ხართ ვისთვის? ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. უკან დაიხიეთ. ტანსაცმლის გაყიდვის ლიცენზია გააქვთ? არა? ასეც მეგონა. არა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. შემიძლია მუყაოს ფურსაზე დავწერო. ყალბი ლიცენზია? ამისთვის აუცილებლად ციხეში მოხვდებით. ხო, ნუ წაგვიყვან. ჩვენ არ ვიცოდით, რომ კანონს ვავღვევდით. კარგი, კანონის არ ცოდნა, პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებთ. ჩვენს დაპატიმრებას აპირებთ? თქვენ? არა, ჯერ კიდევ ახალგაზრდები ხართ. გაგვიმართლა. მაგრამ თქვენი დედა ჩემთან ერთად წამოვა. არა, დედას არ გაგატნევ. არა უშავს ბან. ნუ ღელავ ჩემზე. სად წაიყვანთ მას? ის უკანონო ტრაფიკინგისა და ბავშვების ასეთ ადგილას შენდახვისთვის დავაკავეს. მომეცი ხელები. გამომყევით და ხრიკების გალეშე. ბან, მოლდ, იზრუნეთ ერთმანეთზე. წავიდეთ. ჯერ სახლი, ახლა დედა. რა უნდა გავაკეთოთ? ჩაალაგე შენი ნივთები. ქალაქში მივდივართ? რატომ? რატომ და სამსახურს ვიშოვი, ბევრ ფულს ვიშოვი, დედას და სახლს გადავარჩენთ. მაგრამ ქალაქში არასდროს არ ყოფილვარ. მეც, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. წავალ ჩემს ნივთებს ჩავალაგებ. კარგი, მზად ხარ? კი, შეგვიძლია წავიდეთ. დროა სახლი დავტოვოთ. წავიდეთ. დავიძარით. მოიცადე. რატომ? ჩვენ ისედაც არ გვაქვს ფული. მოლდ, ეს უკან დასაბრუნებელი ნიშანია. წავიდეთ. ქალაქამდე შორი გზაა. ქალბატონო კეთ, სტუდენტებმა თავიანთი ნაშრომები განსახილველად გამოაგზავნეს. მათ მისაღებ ოთახში მაგიდაზე იპოვით. ნახოთ რა გამოაგზავნეს დღეს ამ არაკომპეტენტურებმა.
საშინელება. კოშმარია. არაკომპეტენტური ადამიანებით ვარ გაშემორტყმული. ვინ არის ეს? გამარჯობა დეიდა. შემოგვიშვი რომ გავთბეთ. ჯოჯო ხეთურად გამოიყურებით. უსახკაროებს გავხართ. ჩვენ უსახკაროები ვართ დეიდა. დიახ, შავრიდან მოვედით. ძალიან გრცია და გშია და ფული გააქვთ. არ გვაქვს, მხოლოდ სტაფილო და რამდენიმე ვაშლი გვაქვს. სულ ესაა რაც გვაქვს. კარგი, შემობზანდით. მადლობა. კი. ვაუ, რა დიდი ავტოფარეხი გქონია. ეს ავტოფარეხი არ არის, ეს სახლია. ისეთი რბილია. გთხოვ, თქვენი ტასასპით არ დასვაროთ. კარგი. ვაიმე, საიდან მოდის წყალი? ეს სატექნიკიდანაა. სანტე რა? ო, არ აქვს მნიშვნელობა. უცელი მტკივა. ჭამა მინდა. აი, ბოლო ბანანიც. 2 კვირისაა. მადლობა. კარგი, მოიცა, ამის დასვათ მე გაჭმევთ. მართლა გვაჭმევთ? მადლობა. გაცდებით, გაჭმევთ. შემდეგ კი სახლიდან წახვალთ. აქაურობას დატოვებთ. კარგი, დეიდა. აი თქვენი სადილი, გემრიელად მიირთვით. ისეთი გემრიელია და ისეთი ახალი. ჯერ არც კი დამჟავებულა და ობიც არ გაუჩენია. თქვენ რა, ვაფლის ნამჟღარი არასდროს გიჭამიათ? ერთ დღეს ერთ ნაგავს საყრელზე ვიპოვე. შიგნით ვირთხის ნარჩენებიც იყო, მაგრამ მაინც შევჭამეთ. საკმარისია, მორჩა ისტორიები. ჯობია მითხრათ რა გქვიათ? მე ბანი ვარ და ეს ჩემი მეგობარი მოლდია. თქვენ უცნაური სახელები გაქვთ და აქ რას აკეთებთ ამ ქალაქში? მე და ბანი სამსახურს ვეძებთ. პული გვჭირდება სახლის გადასარჩენად და დედის დასაბრუნებლად. სამსახურიო ამბობ? და რა შეგიძლიათ გააკეთოთ? ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. საჭმის მომზადება. ნაგავისგან დასუფთავება. დიახ, მოლდი ბოთლების ექსპერტია. შემიძლია სამსახურები მოგცეთ. სახლის საქმეებში დახმარება მჭირდება. სერიოზულად ამბობ? ასე რომ შეგვიძლია აქ დავრჩეთ? კი, თქვენ სახლში იცხოვრებთ, ოთახებს მოგცემთ. ვაუ, ბან, ჩვენ ეს შევძელით. ჩვენ არ ვეგიჩვენებთ იმედებს, მაგრამ ჯერ აბაზანა მიიღეთ და ჩვეულებრივი ტანსაცმელი ჩაიცვით. არ ვიცოდი რომ წყალი შეიძლება ასეთი ცხელი ყოფილიყო. შეხედი ამ ტანსაცმელს, ისინი მშვენიერია. ჩემი აზრით განსაკუთრებული არაფერია. ასე რომ ახლა, როდესაც სუფთა და კარგად ჩაცმულები ხართ, დროა დაიწყოთ მუშაობა. ეს თქვენი დღის დავალებებია. რა არის გოგონა? კითხვა არ შემიძლია. რა კოშმარია. არაფერია, დაგეხმარები. კარგი, აქ წერია ფანჯრების გაწმენდა. და რა არის ფანჯრები? მოდ, ვერ დაიჯერებ. აპულხილავე კედელია. მას მინა ჰქვია. ისეთი ჭკვიანი ხარ. რატო ხარ მოწყენილი? ჩემი დავალების სიაში ნაგვის გადაყრაა და მე ამის გაკეთება არ მინდა. შენ უნდა გააკეთო. რა სისულელეა? ნაგავი საგანძურია. ასე ეხმარები სხვა უსახკარო ადამიანებს. კარგი, რატომ არ ვიფიქრე ასე? ისინი ბედნიერები იქნებიან თუ რაიმე ღირებულს იპოვიან. მადლობა ბან, მე მათ გავახარებ. ღმერთო ჩემო, ეს ლედი კეთია, ცნობილი მოდის დიზაინერი. ის სახლის დიასახლისია. ეს მისი საკრავი ნაკრებია, მეც იგივე მქონდა. გოგონა. დასრულე უკვე დასუფთავება? კი, ლედი კეთ. კარგი, ვირო კარგი მზარეული იყავი. რესტორანში მზარეულადაც კი მუშაობდი. ძალიან კარგი. გამოავლინე შენი უნარები. მოამზადე სადილი. გავაკეთებ. ჩვენი რესტორნის სპეციალურ კერძს მოვამზადებ. სასიამოვნო სუნია. რა არის ეს? ჩემი საფირმო კერძი. ჩემი აზრით ვიღაცამ უკვე შეჭამა. პროდუქტები მთლიანი იყო. ამიტომ მოდვა ცოტა მოგგვიჩა. რატო? ეს ჩვენი რეცეპტია. კარგი, მადა გამიქრა. მითხარი, კიდევ რა შეგიძლია გააკეთო? ხო, დასუფთავება. თქვენ ორმი ხართ. ერთი დამლაგებელიც საკმარისი არის ჩემთვის. შემიძლია? ტანსაცმლის გარეცხვა შემიძლია. შესანიშნავია. ოთახში ტანსაცმლის ძველი კოლექციაა. ყველაფერი ფრთხილად გარეცხე. გავაკეთებ. და მე რა უნდა გავაკეთო? შენ იატაკის მოწმენას გააგრძელებ.
იატაკი მოწმინდე, უკვე დავიღალე. ვეცდები რომ რამე შევკერო. ეს ქსოვილი გამოდგება. ასე რომ თეთრი. ეს რა არის? ჩემი საკერავი ნაკრები? ბოდიში, უბრალოდ მინდოდა მეცადა. სულ ესაა. ეს შენი გაკეთებულია? ჩემია, საოცრად გამოიყურება. მაგარია. მოგეწონა? იცი რა, ბევრი მოსწავლე მყავდა, მაგრამ ყველა არაკომპეტენტური იყო. და მე? და შენ გემოვნება გაქვს. გინდა ჩემთან ისწავლო? მოდის დიზაინერობა ვისწავლო? როგორც კი დაასრულებ ტრენინგს, შეგეძლია ჩემს დიზაინერად იმუშაო. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ოცნებაა. შესანიშნავია. მაშინ ახლავე დავიწყოთ. უფრო მაღლა აწიე და ნაკერი განსხვავებულია, გასაგებია და ნუ იჩქარებ. თავარია სიზუსტე. ძალიან ბანალურია, სხვა ფერი გჭირდება. მაინც ბანალურია. და ეს ლამაზია. რა არის ეს? ბოლო მოდის ჩვენებაზე ერთი მოდელი შენი კაბით გამოვიყვანე. ერთ მდიდარ კაცს იგი ძალიან მოეწონა და თავის ქალიშვილს უყიდა კაბა. ვაუ, ეს ძალიან ბევრია. ეს კაბა შენი ნამუშევარი იყო. შენი ფულია. ანუ ახლა მდიდარი ვარ? კეთილი იყოს შენი მობრძანება, მოდის სამყაროში ძვირფასო. მოდ. გამარჯობა. შეხედე, ჩვენ ეს შევზელით. ბანკი გაძარცვე? არა, ჩემი პირველი კაბა გავყიდე. ვაიმე! ასე რომ ახლა შეგვიძლია სახლში წავიდეთ. უკვე მომბეზდა ეს სამსახური. ბანი, წავიდეთ. რატომ უნდა ვიცხოვროთ ავტოფარებში თუ სახლის ყიდვა შეგვიძლია? რაც შეეხება ჩვენ ნაგავსაყრელს, ჩვენს მეგობრებს და დედას? დედა ჩემი ახალ სახლში მომყავს. თელ ცხოვრებას ნაჭრებში ნემსების გაყრაში აპირებ რომ გაატარო? ეს ნაგვიშულნაში ქეკვას ჯობია. შენ როგორც კიდე ისე მოიქეცი. მე მივდივარ, ნაგავსაყრელი ჩემი სახლია და არ დავტოვებ მას. ბანი, მოვდივარ. დიახ, ლედიკეთ, რადგან ახლა მოდის დიზაინერი ხარ, ახალი სახელი გჭირდება. ჩემი სახელი მომწონს. ბიზნესისთვის არ გამოდგება. რა სიტყვი? იზაბელაზე. მე მომწონს. ახლა კი სამსახურს დავუბრუნდეთ. ახალი ტანსაცმლის მთელი კოლექცია უნდა შევკეროთ. დიახ. სადილი მოგიმზადე იზაბელა. კარგია რომ ლედიკეთმა სახლი დაგვიტოვა. მას არჩევანი არ ქონდა. შენი ტანსაცმლის ბრენდი მასზე ბევრად წარმატებულია. მისი კომპანიის ყიდვაზე ვფიქრობ. ახლა ვემივცეთ საშუალება რომ ჩემთან იმუშაოს. კარგი იდეაა, ქალიშვილო. ნახევარ საათში მანიკურის სესია მაქვს. სად არის ჩემი პირადი პილოტი? ისევ ლიმუზინი? მეგონა ვერტფრენით ვივდიოდი. კარგი, ლიმუზინით წავალ. როგორი ფეხასმენი ჩავისვა? ოქროს ფერი თუ ბრილიანტებიანი? ქალიშვილო, შენთვის წერილია. წერილი ქაღალდზე? რა უცლაურია. გამარჯობა, ბან. ჩდებოდი, ნება მომეცი დავბრუნდე. შენი მეგობარი მოლდი. ეს მოლდის წერილია? მას დაბრუნება უნდა? მე თანახმავარ. ის ყოველთვის შვილივით იყო ჩემთვის. ხალხო, დაალაიქეთ ვიდეო რომ ჩემი მეგობარი დაბრუნდეს და გამოიწერეთ არხი რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას.